ოცნება ნარკომანიას ებრძვის და რა სიტყვით ამის შესახებ. ანუ ეს შეკითხვა ხშირად იბადება, ოცნებისტები ზეიმობენ, რომ აი ნარკომანიის წინააღმდეგ კანონებს ღებულობს ოცნება. მეგობრებო, ნარკომანიასთან ბრძოლია ეს ეტაპი ოცნებამ დაიწყო მას შემდეგ, რაც ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში. რა კავშირშია ეს? ტრამპმა გააკეთა განცხადება, რომ ის ბრძოლას უცხადებს საერთაშორისო ნარკომანიასა და მის ტრანზიტებსა და ტრანზიტს, ანუ ნარკოტიკების გადაადგილების ტრანზიტს. ამის მერე იწყებს ოცნება ამ კანონების მიღებას და მე მაქვს ასეთი ფიქრი, ოცნება თავის მხრივ თვითონ იყო ეს ხელისუფლება და გახსოვთ ალბათ, რომ 2018-ში ბიზნავიანიშვილსა და მთელ ოცნებ ხელისუფლებას პლანტაციების გაშენება უნდოდა. აქ ხუთმაგი მოგება არისო, ბიზნავიანიშვილი ამას ამბობდა და არანაირი ნარკომანიის და ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლი ერთგენი არ არიან და ამ კანონებს ღებულობენ იმიტომ, რომ ტრამპს აჩვენონ, რომ აი ჩვენ არა ვართ ტრანზიტის მომხრე. როგორც ჩანს, საქართველოზე გადის ნარკოტიკების საერთაშორისო დიდი რაოდენობის ბით ესენი წილში არიან ხელისუფლება, როგორც ხდება ნარკომაფია, როგორც ხდება რა მსოფლიო ნარკომაფიის მუშაობა. წილში არიან და ამ კანონებით რაღაცებს ამკაცრებენ, რომ ტრამპის დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდეთ. არანაირი საქართველოს სიყვარულითა და ქართველი ხალხის სიყვარულით ეს ხელისუფლება ნარკომანიის წინააღმდეგ კანონებს არ ღებულობს. ეს ხელისუფლება ნაბიჯებს დგამს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება, პრობლემები არ შეექმნას. აი როგორ ტრამპმა გააკეთა ეს განცხადება. მე მინდა აი შემდეგი კითხვა არის, როგორ ფიქრობ, შეწყდება თუ არა ფიქრობ ნარკოტიკების შემდგომ დახურავს თუ არა ოცნება ღამის კლუბებსა და კაზინოებსა, კი დამატებითი კითხვა არის. ღამის კლუბებსა და კაზინოების წინააღმდეგ ტრამპს განცხადება არ გაუკეთებია. უნდა გამოუცხადო ომიო არ უთქვამს. შესაბამისად, ოცნებაც კვლავ გააგრძელებს კაზინოებით და სამორინეებით და ეგრეთ წოდებული ონლაინ თამაშებით, რაც არის როგორთაც მაქვს, რაც ქვია, ქვეყნის ზარცვას. ისევე გააგრძელებს. ნარკოტიკებით ხო ფულს აკეთებდა ამ ხნის განმავლობაში. აბა ვინ აკეთებდა? ვისი იყო, ვინ აკონტროლებდა ამას? ყველა მიცოდა სადარბაზოში მიწაში ჩამაარხული ნარკოტიკები და ხელისუფლებამ არ იცოდა ამის თაობას. ჩვენ ხო აბა ყველანი ხვდებით არა? ხო ხვდებით ყველანი ამას. შესაბამისად, კაზინოებით ქვეყნის ზარცვას კვლავ გააგრძელებს, იმიტომ რომ აქ ძალაუფლების დაკარგვის ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს. ისევე როგორც ღამის კლუბებით, ასევე ნარკომანებასა და გარყვნას კვლავ გააგრძელებს. იმიტომ რომ ამით ფულს აკეთებს. ხელისუფლება ამით აკეთებს ფულს. თქვენ მოგიხსენებათ, რომ დღეს საქართველოს მართავს რამდენიმე უბრალოდ ვაჭარი ბიზნესმენი, რომლის სათავეში არის ბიძინა ივანიშვილი. არანაირი პოლიტიკოსები ქვეყანას არ მართავენ და იცით კადრი ალბათ ახალგაზრდა პრემიერს როგორ მიუთითა, რომ ადი ახლა სენაზე შენი რიგი არისო. ის გადააყენა ერთი ირაკლი და აყენა მეორე ირაკლი. და ასე შემდგომ. და სია პარლამენტის სია ვინ რომელი ნომრად იქნებოდა, ყველა მიცით, რომ პოლიტიკური მოღვაწეობის გამო ხალხი არ ჯდება სიაში. ეს რამდენიმე კაციანი ჯგუფი, რომლებიც არიან ბიზნესმენები და რომელ თავი რა თქმა უნდა პირველი არის ბიძინა ივანიშვილი. ეგენი წყვეტენ მაგას და ძირითადად ბიძინა ივანიშვილი, ხო ვიცით ეს. შესაბამისად, არც კაზინოების წინააღმდეგ ნაბიჯს გადადგამს, არც ღამის კლუბების წინააღმდეგ არანაირს არ გააკეთებს. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა ოცნება, იმიტომ და მხოლოდ იმიტომ ჩემი ღვარწმენით, რა თქმა უნდა, ეს იმიტომ რომ ტრამპმა გააკეთა განცხადება ნარკოტიკების საერთაშორისო ტრანზიტზე კონტროლის დაწესების შესახებ რაღაც გააპროტესტა ტრამპამ მსგავსი რამ. და ეს ამათ ეთყობა რა მაპატია გამონათქვამის და აეჭვოთ რაღაც ერთი ადგილი და ეს კანონების მიღებას თუ ტრამპს აჩვენონ, რომ ჩვენს ეს რო არის ყვარყვარეში, როცა ათავისუფლება ყვარყვარეს მეფე გადადგა, ჩვენს ყავსო რევოლუციონერი და ჩვენს მხარს უჭერთ რევოლუციასო. პოლიციელები მანამდე რომ ყვარყვარეს ზეწოლას უკეთებდნენ დაკითხვის ვარეში. ეგრე არის ოცნება. ნარკოტიკებთან მიმართებაში.
დახურავს ღამის კლუბებსა და კაზინოებს, ამაზე გესაუბრეთ, არავითარ შემთხვევაში არ დახურავს. კაზინოები კვლავ გააგრძელებს ქვეყნის ძარცვას. რატო გააგრძელებს, იცით, მეგობრებო, სინამდვილეში ხალხის თანახმა არის, რომ ძარცვავდნენ მას. თვითონ ჩვენი საზოგადოება პრობლემა კი არ არის, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ქვეყანას რყნის, ორგანიზებთ ამის ფულს აკეთებს, ქვეყნის ძარცვავს და ფულს აკეთებს, ქვეყანას გენოციდს უწყობს და ფულს აკეთებს. ასეთი ხელისუფლება რომ გვყავს, ეს კი არ არის პრობლემა. პრობლემა ესაა თვითონ ხალხი, ვისაც გენოციდს უწყობენ, ვისაც ძარცვავენ და ვისაც რყნიან, ტაშის დაკვლა არის დაკავებული. პრობლემა ეს არის. და პლუს კიდე ის ადამიანები, რომელსაც ტკივათ ქვეყანა მცირე ნაწილია საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, მაგრამ კარგად ბევრი არც ისე ცოტანი არიან, მათ აქვთ ილუზია, გარკვეულ ნაწილს, რა თქმა უნდა, რომ ესენი რაღაცა შეცვლიან. ეს ხელისუფლება რაღაცა შეცვლის, გამოაკეთებს, ეს ხელისუფლება შეცვლის მხოლოდ იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ფული როგორ იშონონ. დანარჩენს არაფერს არ შეცვლის უბრალო ხალხისთვის. გაიხსენეთ, დააკვირდით, გადალოცულებო, ჭიათურლებს 2012 წელს რა ტექსტით მიმართავდა ოცნების ლიდერი და დღეს რა პოზიცია უჭირავთ. ვინმე ხართ ისეთი, ვისაც ეგრეთ წოდებული ჭიათურის ინვესტორი უცხოელები გონია? დააჭით ვინმე საქართველოში? ხართ ვინმე ეგეთი კიდე დარჩენილი, რომ ვიღაც უცხოელები არის დიდი ფული რო აქვს ჩადებული? ხელისუფლება რო არის ინვესტორები ჭიათურის და ხელისუფლება რო უკეთებს ამ ჭიათურის უბრალო ამ მართალ ხალხს ჩაგრავს. რომელი ხარ დარჩენილი, ვინც ამას ვერ ერკვევით? ყველა მიცით ეს? ეს რო იცით ყველამ, იმიტომ არ დგახარ ჭიათურლების გვერდით. იმიტომ რომ იმას არ ეწყინოს იმას და მე თქვენს არ მოგაკლდეთ. თქვენ არ ამზადებო თქვენ.